My baby told me with a sigh, saying words that came across as a doubt. Hello, მეგობრებო, საფის vlogs ვხსნი მე. მოკლედ, hey ho, მე ვარ სოფი და თქვენ ხართ არხზე სოფივკა. მე და თეკლა ეხლა ვიმყოფებით თბილისის აეროპორტში და მივდივართ რუმინეთში. მაგრამ ეს არ არის უბრალოდ სწავლობა. ჩვენ მივდივართ პროექტის ფარგლებში. Erasmus-ით, ხო? და მარტო ჩვენ არა ვართ. ვართ ბავშვებთან ერთად. საქართველოსთან 16 ვიქნები და რუმინეთიდან 16 და მოკლედ აი ეს სო. ხო, პროექტი, აი, აშიტირებულები ვართ მე შემდეგ გაგისაუბრებ. Excited. კი, ვეჭველი. Let's go. იმდენ საბუთად დავდავართ. ეხლა მოვედით აეროპორტში და გერ ბავშვები არიან, რომლებთან ერთადაც უნდა წავიდეთ და მოკლედ ძალიან მაგარი ვლოგი გელოდებათ. ჩვენ უკვე ავიღეთ boarding pass-ები. კაი. ხო და ეხლა უნდა გავიართ ერთი check-in. ხო და მოკლედ მეგობრებო მალე ჩავიდებით ჩვენ ფინო. ეს ასე ხარულის ცემლები მეგობრებო. ამექს გავატაცი ავტომატურად. ხო, იც რა ვაკეთე. YouTube-ზე იქნება. Hi guys. It's me. ჩვენ ახლა გავიარეთ საპასპორტო კონტროლი. ხო და ახლა გამოვედით აქეთ. ჩვენი რომელიღაცა თვითმფრინავი და თქონა გვაქვს. აი ძალიან მალე გავფრინდებით. ცოტა დარჩა, ცოტა. იგი ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი წავედებით დავიარეთ და ახლა მივდივართ, რომ დავიწყოთ სიტუაციაში. ეს არის თვითმფრინავი, რომლითაც ჩავფრინდებით სტამბულში და იქიდან მე გადაჭდა მაგვიწევს. დეტალურად აგიხსნით შემდეგ, ეხლა უბრალოდ ნაწყვეტებს და აბა მშვიდობიანი ფრენა ჩვენ. ეს მგონია რაღაცა კოსმოსში მივფრინავ. აგერ დავჭერით. ხო, და ესეთი ხედია გარედან. აქ კი გვაქვს ესეთი მაგარი აქვე ამას პლანშეტი რაღაცა. უეჭველი. აგერ მგონი USB რაღაცა შესაერთებლებია და მოდი ნახოთ რა არის Turkish Airlines მაშინ რა ქვია. თვითმფრინავში. კომფორტულია საკმაოდ, აგერ სათავსო ადგილი აქვს, აგერ წესები არის. და აგერ არის თამაშები კიდე. ვაი, ფილმების ყურება შეგვეცია. და საყვარლობა. ძალიან კარგი. ყოველთვის მაინტერესებდა თბილისის აეროპორტიდან გაფრენა და როგორც იქნა დღეს გამოვწადე. მეგობრებო, ჩვენ ახლა ვართ აქ და უნდა ვივიზეთ აქ. და აქედან აქ უნდა ვიყოთ 6 საათი და შემდეგ აქედან უნდა გავფრინდეთ აი აქ. და ეს არის ჩვენი დანიშნულების თურქმა მოხდა ნეტა რა არის. Thank you very much. So ეს არის ჩვენი breakfast, ესე ვთქვათ, ღამის 4 საათზე. მაგარია რა. რა ცხელია. დავჭამეთ ყველაფერი. თითქმის ეს არის ჯობი.
მოვედით თურქეთში, სტამბულში. როგორ იფრინეთ? კარგად, მოგვეწონა twin culture ვითამაშე. ხო, მე მინიონები ჩავთვალე გამეთიშა. მე ვჭამეთ. აი, მეგობრებო, ეს არის სტამბულის აეროპორტი. სინგაპურში ვარ? არა, სტამბულია. აი, შეხედეთ ეგამდე რაღაცა, ძალიან ძვირია. I wanna go. ლას ეძინება. მოკლედ, მეგობრებო, ეხლა ჩვენ დავბოდიალობთ აეროპორტში, გვაქვს მხოლოდ 1 საათი და შემდეგ 6 საათზე უნდა დავბრუნდეთ ისევ შეკრების ადგილას. და შემდეგ წავიდეთ უკვე პირდაპირ რეისით რუმინეთისკენ. ბუქარესტში ჩავალთ და შემდეგ კიდევ ვიბოდიალებთ საღამომდე გვექნება დრო, იმიტომ რომ საღამოს უკვე მატარებელში უნდა საღამოს. ხო, დღეს უკვე. დღეს საღამოს მატარებლით უნდა ვიმგზავროთ და იქ უნდა გავათანოთ, რომ ხვალ მე შემდეგ ჩავიდეთ ადგილას, სადაც ტარდება ჩვენი პროექტი. სანუ რო ფსომილი ვარ, ხო? ოთო, მოდი შენ. ხო. ვა, YouTube-ზე ავიც. ოუ. მოკლედ ჩვენ ახლა twin finale-ში ჩავჯექრით. მეორეჯერ, ხო. ხო და უკვე გათენდა სტამბულში და ცხოვრება არ არის, ანუ 1 საათით უკან არის საქართველოს, ანუ ჩვენთან რო ვთქვათ არის 10 საათი, ბუქარესტში იქნება 9 საათი. წუთი იგივეა ყოველ. ხო, მოკლედ მედანინი მგზავრობ. მეორე საუბრე აგერ მინი ჭამს, მე აგერ თამაშობ, გეიმებს ვეძებ. შემიძლია ვნახო როგორ დაფრინა ეს იგი. აი. forward camera. აი ესე ვარ ზუსტად. აი ამ ადგილას ვარ. რა განახეთ. სულ ეს არის, მეგობრებო. რუმინეთში ვარ. ჩამოვედით. როგორია ეხლა? გამოვედით თვითონ ფინალიდან და შევდივართ აეროპორტში და შემდეგ უკვე ქალაქში. მეგობრებო, ეხლა ჩვენ მივდივართ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ადგილას. რუმინეთის ბუქარესტის მოლი. ანუ რა ვხელა? რაც უკეთესი. ამ ადგილს არ ვაფასებდი სათანადოდ. ანუ ამას უყურეთ, მოიცათ. აი, ამას უყურეთ, რა მაგარია. ეს რა არის, ხახნო? აჰო, აგერე ყინულზე სასრიალო. ეხა მე გავმარტოვდი და ვეძებ სუშის, იმიტომ რომ ძალიან მინდა. აქ სინემა, კინოთეატრიც ყოფილა. თუმცა მე არ მაწყობს არანაირად. მეგობრებო, ეხა გამოვედით აქეთ ხარეს რა. ხო და დავინახეთ სუში ტორი. ანუ შევიყოვეთ. არჯერა. კარგი. არა კაებია. ესეც ჩვენი სუში და ეხლა უნდა დავაგემოვნოთ. თიდან რამდენს უწევ? 9. მოიწონა? მეც. 10-დან 9. ძალიან კარგია.
So here we are here back with your daily podcast, daily newsletter, propaganda stuff. And here I am with my Lamazo Duga and our child. ნახა მოვედით ბუქარესტის ფესტივალზე, რომელიც ხო, აი სუნებია. ეს არის საღდგომო ფესტივალი. ხო, აგერ გუგა დავის საქმეს. თეგი, ერთი გონი 15, 17 და 16 წლის სამი ყმაწვილი მე ვართება რომ ცხენებით იჯირითოს. Which is not weird at all because we are in Romania and what happens in Romania stays in Romania. Yeah. მეგობრებო, ეხლა ძალიან მაგარი ისტორიაში მოვყევით. მოკლედ, მატარებელში ხო გვიწევდა ჩვენ გზავრობა დანიშნულების ქალაქამდე, ანუ ხო და ესეთი რაღაცა მოხდა, რომ ჯერ ვაგონი შეგვეშალა, მე ძლივს დავიწყიეთ ამ ვაგონს, ლამის წავიდა და მე აი 6 გოგო აი ამ საწოლებზე რამენერად უნდა დავეტიოთ და არც შესაერთებელი არა, არც არაფერი არა. ალბათ ცოტა ხანი ვიდეოს ვერც გადავიღე. ესია ხალხი. დილამდე მეტი ხანით. ხო და აი ეს ხარი ადგილი შესაძლებლად შეგეხმიერებით, მოკლედ ტელეფონი მიჯდება, powerbank-ით დასატენი მაქვს და ნერვს საშუალება არ აქვს, რომ შევაესვა. ხო და მოკლედ იცოდეთ, რომ მატარებელში უნდა იმგზავრო მთელი ღამე და 7 საათზე ჩავალთ და იქიდან რამენერად ვესტები დავტენო ტელეფონი. მოკლედ, გოგოებო, გამძლეობა ჩვენ, ხო? The next day. ტელეფონებისა მეგობრებო. ჩვენ ახლა ჩამოვედით ამ მატარებლიდან, ტელეფონი ცოტა დავტენე. ხო და ვართ კლუჟში. ერთ-ერთი ქალაქია რუმინეთის და იმ ქალაქს ჯობდა სადაც ვიყავით. მე უფრო კარგ დროს გავატარებთ, ამიტომაც გიყურეთ. ეს ჩანს ჩემი კამერით. ეს შენობა და ესე გიყურეთ. აქეთ ამ ხარის გამოვედით და არის ესეთი ძეგლი. ძალიან ლამაზია ფოტოშოპი. ისტორიული ადგილები ძალიან მიყვარს. მოკლედ, მეგობრებო, ჩვენ ახლა მოვედით Lidl-ში. უნდა ვიყიდოთ ესა რაღაც სასუსტამები. შემოვედით, მოდი ტრაპეზები. ეს სტანეული არ გვინდა. სენი არ მინდა. ფიქრობ ეხა ეს ეს იმიტომ რომ აქ ხოთი ძალიან რა მენიოსა ეს რა სპანა ეს მენიოს შოკოლადი კარგად ვიაჭრეთ. კარგად ვიაჭრეთ. კარგად ვიაჭრეთ. კი, ძალიან კაი. ჩემი საყვარელი პროდუქტი შემდგა და შეხვდა. ახლა ვიდეოში ვიწევ, მე რიგეთ. კი, ძალიან მომეწონა. ბევრი დიდი აქციონი არაფერი არ იყო, მაგრამ ხო. ამაზე კარგად ვიაჭრეთ. შენიერი. თქვენ ბიჭებო. ეს რა თქმა უნდა. ეხლა ვართ საშინელ მარშრუტკაში. ძალიან ცხელა. ვიგუნებით, აი ძალიან ვიგუდებით. ხოდა 3 საათი უნდა ვიგზავროთ და მივალთ ანუ სასტუმროში როგორც იქნა. მეგობრებო, ჩვენ ახლა მოვედით, ეგ რუმინელები არიან უკვე, ხო და მოკლედ ესენი მე გავიცნო და ეგ ჩვენი სასტუმრო. ყველას გათვალიერებით.
მეგობრებო, შემოვედით. აი ესეთი ეს რუმინელები ცოტა გავიცანით და ძალიან ცოტათი გამოველაპარაკეთ. პირველი ნორმალური. აი გიჟდები. ძალიან გემრიელია. ავედით. ეს არის ჩვენი ოთახი. ეს იქნება ეხა room tour-ი. კაი, შუქია მათოთ. ეს არის კარდი, აჰა. ეს რაღაც ჩამოსაკიდებლები ისინი. ეს არის login-საც უნდა დავწეროთ, ეს არის კომოდები, შეერთებლები რაღაცა ისა. ტელევიზორი გვაქვს, ეგ 3 სადინო სივრცე არ ვიცი რატომ, მაგრამ კაი. აივანი. ანუ, ამას შეხე. კაი და ეგერ ხადი და აი ამ მაუსში უნდა ვიცურავოთ მეგობრებო. ანუ ხო ღირდა ხა ისწვალება აი ამისთვის. ანუ და ეს არის ჩვენი საბაზარო ოთახი. ეხლა უნდა მოვწესრიგდეთ, იმიტომ რომ შეხედეთ აი უბრალოდ 3 დღის გამოუცდელი ასასმელი მაცვია. ხო და დაუბანები ვარ ცოტა არ იყოს და მოვწესრიგდებით ეს ხო დუში. მოკლედ ყველაფერი ძალიან მოკლედ საგერსაკე. სამარიაჟოთ. ხო და რო დავლაგდებით და ცოტა ტელეფონსაც რო დავტანი, შეგეხმიერებით მეგობრებო, ვიყავართ. მოკლედ girlies, ჩვენ ვიყავით შეხვედრაზე რაღაც წესები გაგვაცნეს, ანუ დილას რო ეს დაიგდო. ანუ დილას უნდა ავდგეთ 8 საათზე, იმიტომ რომ 9-ზე გვაქვს საუზმე. ხო, 9-ზე გვაქვს საუზმე. და შემდეგ 10-ზე უკვე უნდა ვიყოთ ოთახში, სადაც სესიები ჩაგვიტარდება და გადაღება არ შეიძლებაო, მაგრამ აი რამეს ვიზამ, იმიტომ რომ თქვენ რო არ დაგანახოთ ეგ სესიებზე, აი ოდნავ მაინც რაღაც მომენტებში რო არ დაგანახოთ, აი რას ვაკეთებ და როგორი სიტუაციაა, ისე ვერ მოვისმენებ შანსი არა. მეგობრებო, ჩვენ ახლა უნდა დავიცინოთ შუქინეთში ავაქრო და ალბათ კვილი ძილიყვალას და რუმინეთიდან მოგეთხოვები. მოკლედ, დილამშვიდობის მეგობრებო, ჩვენ გავიღვიძეთ, კაი ხანია გვიძავს, კომოთ ვიყავით ცოტა ბუფტით ვითამაშეთ და ეხლა მოვედით ზემოთ ტელეფონი ინფონე შეერთებული და ჩავიდეთ. წავ. მოკლედ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, სხვადასხვა ძალიან კარგი საჭიროები აქვს, მოდით. ხო და ეხლა 10-15 წუთი უნდა ჩავიდეთ, ჩვენი პირველი სესია დაიწყება ძალიან მალე. ბავშვებს გავაცნობთ, რუმინელებს. მეგობრებო, ახლა გვაქვს coffee break-ი, ხო და აი შეხედეთ, ანუ ყველანაირი ესა რა ქვია, ჩაი. მე დავლე ძამამოწონა. და ეს რაღაცა კიდე ჩაია, ეს ყავა, ყავები, ეს ცოტა და დაჟე ვიტამინებიც აქვს. Something. Hey guys! Hey. How was your day? Amazing. Yeah, we built something together. So Yeah, it was now, really fun. yeah, I loved it. yeah. Now we will have dinner. მოკლედ, ჩვენ ამოვედით ნომერში, დღეს გქონა სულ 4 სესია, 1 საათიანები და შუაში შუალედები. ხო და დრო ესე მალე გავიდა, მოკლედ, ხო და თან ისე რომ არც დავიღალეთ. მე შუალედებით. ანუ რა ვიცი, მე არ დაღლილ ვარ. ხო, ხო და ძალიან სახალისო სესიები იყო, რაღაც ბავშვები გვათამაშეს. ეს რუმინელებიც გავიცანით ასე თუ ისე და მეგობრდით, ხო და მოკლედ ახლა ეს ტრეინინგ გეგმები შემდეგნაირია. ეხლა ცოტა ხანი წამოვწვევით 1-5 წუთი. შემდეგ ჩავალთ ვახშამზე, რატო დავდივარ თან რომ საუბრობ, კაი, არა უშავს. შემდეგ ვახშამზე უნდა ჩავიდეთ. ხო და რომ მოვშევით ჭამას,
ნახევარსაათიანი შეხვედრა გვექნება, იმიტომ რომ კულტურული გვაქვს დასაგეგმი, კულტურული საღამო ზეგ გვექნება 9 საათზე. იქამდე უნდა მომემზადოთ, რაღაც ცეკვა უნდა დავდგათ ქართული და მოკლედ ჩვენი კულტურა უნდა გავაცნოთ ამ რუმინელებს. თან ისე რომ არ იყოს მოსაწყენი და basic-ი, უნდა იყოს რაღაცა აი გრანდიოზული და კრეატიული. ხო და მაგისაბები უნდა გავარკვიოთ, ამიტომაც ხო რა. ხო, სხვათა შორის ისინიც გააკეთებენ კულტურულს, ოღონდ უკვე სხვა დღეს. და ზეგ გვიწევს ჩვენ. Good morning guys. მოკლედ ჩვენ ფეხზე ვდგავართ. ერთი წელს ხო და ეს არის ჩვენი მეორე დილა რუმინეთში, ბაილე ფელიქსში, ჩვენ უმაგრეს სასტუმროში, სამართლიანში. ხო. იმედია გაინტერესებთ აქ რასაც ვაკეთებთ, იმიტომ რომ ზოგადად საინტერესო რაღაცებს ვაკეთებთ. ბევრს თამაშობ, ბევრს ხარისობ და ჩემს თემის რაღაცებსაც ვსწავლობ ნუ. და თავარია რომ უცხოებთან გვაქვს კომუნიკაცია და ეს რა ქვია. კი, ეგ არის ყველაზე მაგარი. მოკლედ, ეხლა გვაქვს coffee break-ი. ეს პრეზენტაციას ვაკეთებთ აქ. ხო და ხანაგე შეხედეთ რუმინული სნეკები გვაქვს აქ. ჭამ. ეს ამაგარი რაღაცა, მოკლედ. აი შეხედეთ ამდენი სნეკები გვაქვს. ეს ის ყველა და აქ კიდე რამდენია. აი ძალიან ამწონს ამ საჭმელები. Exactly. So we need to record a video. The problem is mental health. So okay, lay down. He will come and say what he's gonna say, and you're gonna answer. Meditation is a great way to deal with the mental breakdowns. Wow. Yes. Like we can do it, guys. Yes, sir. Yes, sir. Guys, does meditation help you with your mental problems? Yeah, meditation is a great way to deal with mental breakdowns. I'm useful. I can do anything. Don't worry, come on, it's not a big deal. It's just a one match, you know. We can't deal with your problems. I mean, it's not that big of a deal, you know. Just a game, you know. It's not at the end of the world, you know. It's all right, you know. It's okay, you know. Thank you. You helped me so much. Obviously. Sometimes we just don't feel all right. We feel stressed, anxious, or overwhelmed. But you know what? That's okay. We're humans. What really matters is how we treat with those feelings. მოკლედ, მეგობრებო, ნაწყოდ მიწევს გადაღება, იმიტომ რომ აი, კარგი უბრალოდ ამიტომ. ეხა ვართ ბავშვები ამოსულები ყველაზე 12:30-ია. რაღაცა კულტურული საღამოსთვის გეგმები დავალაგეთ ცოტა და ბიჭები იქეთ პრეზენტაციას აკეთებენ და რაღაცაებს მოკლედ ვემზადებით. ნუ ბავშვები ემზადებიან. ხვალ გვაქვს საღამოს 9 საათზე. დილამშვიდობის მეგობრებო, მოკლედ ჩვენ ეხლა მოვემზადეთ ერთი ჩვენი წევს, მაგრამ არა უშავს ავაგდებთ მალე. ხო და უნდა ჩავიდეთ დილის ვარჯიშები გვაქვს. ხო, გაწალაბეთ ესეთები. ხო და შემდეგ საუზმე გვაქვს. მოკლედ ჩვენ ახლა გვაქვს 5 minute crafts master class-ები, ხო და ვაკეთებთ აი განზეთისგან და გავაკეთოთ ანახე, კერდა. ჩათე. მოკლედ რაღაცა კალათა. ხო და ახლა ვაკეთებთ ბავშვები. ვიდეო ჩართეთ თქვენ ხო, აგერა. აი ესეთი რაღაც უნდა გავაკეთოთ. გააგება ხო და იმედია რაღაცა გამოგვინო, ხო? გადავწყვეტეთ რომ ერთი კალათა გაგვეკეთებინა, რადგან ძალა ერთობაშია და ყოველ სასალკე რატო უნდა ვაკეთოთ? აი სულ ძალა ერთობაშია. მე რო ამის გაკეთებ კი არ გაგაკეთებთ ხარ. მომბეზი და აბიტურიენტი. დიახაც. აი ახლა შეიძლება. ხო, აი ზუსტად, ხო. ეგრეა.
მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახშამი გვქონდა, ესე თქვა, ვახშამი, ხო და დაახლოებით 2 საათში, დაჟე ნაკლებში, საათ ნახევარში გვაქვს კულტურული საღამო და უნდა ვისწავლოთ ცეკვა აჭარული. 1 საათში. მოკლედ, კულტურულზე ვიღაცა გადაგვიღებს, ახლა უნდა გავიდე, უნდა ვირეპეტიციოთ და შემდეგ უკვე კულტურული შემდეგ ჩვენ ემოციებს გაგიზიარებთ და ზოგადად ყოფილები ვიქნებით თუ არა ჩვენი კულტურულით, მაგასაც გეტყვით და რაღაც პატარა ნაწილებსაც ჩავსვამთ კულტურულის. რამდენიმე დღის განმავლობაში პირველად ვჭამ ქართულ სათვალს. გამზადებით. ძალიან მალე გვაქვს კულტურული. ესე იგი, მთელი დღე ვცდილობ, რომ კარგი კულტურული გამოგვივიდეს. ახლა მზადებაში ვართ. ძალიან აღელვებულები ვართ ჩემი აზრით ყველა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად გამოვადა და მაგარი კულტურული გვექნება. And how I look. So pretty, like always, girl. I love this dress. საღამო მშვიდობის ჩვენ უკვე წვებით და კულტურული იყო, აი amazing. აი პირდაპირ მნიშვნელობით ძალიან მაგარი. იმენა ნერვიულობდით, კარგად ჩაერა ყველაფერმა, კარგად ვიცეკვეთ, აი უმაგრესად ჩაიარა ამ ჩვენმა კულტურულმა. სხვათა შორის რო გიხარით, რომ რუმინელები არა კომუნიკაბელურები არიან ჩვენთან თქო, დღეს ამ კულტურული შემდეგ ძალიან გაიხსნა და იმენა ესე იყვნენ, რომ ვაუ, ძალიან მაგრები იყავით, ესეთებს გვეუბნებოდნენ. და ესე რა ქვია, ყველა მოდიოდა და რაღაცა სითბო გამოხატა. თან ისეთ ბავშვებმა, რომლებიც საერთოდ არ ლაპარაკობდნენ აქამდე. მოკლედ, ეგ ძალიან გაგვიხარდა. აი ძალიან კარგი იყო და გიშტები ამ ბავშვებზე. მოკლედ, ეხლა უნდა დავწვე, დავიძინოთ და დილას დაგებრუნდებით როგორც ყოველთვის. ნუ მეგობრებო, ეხლა ვიყავი სასული ქვევით და ვახ, მე სამომსუნთქო. და გავხსენი ჩემი კონვერტი, სადაც ყველას უტოვებენ საჩუქარს. ხო და აი. კაი. და მე ვიღე ესეთი სოყოლებები დავხტო. ბარნი. ეს სამაჯური. და წერილი, მოდი ნახოთ რა არის. ვაი. საყვარელია. საყვარელია. მოკლედ, მეგობრებო, ეხლა არის 11 საათი. ჩვენ გოგოებს ვძინავთ. მე ვარ ახლა მალე დავიძინებ, იმიტომ რომ ხვალ მივდივართ ქალაქში დილას 9 საათზე ორადიაში, ამიტომ ცოტა უნდა ავდგეთ ადრე, იმიტომ რომ ავტობუსი ზუსტად 9-ზე წაგვიყვანს. რა თქმა უნდა ჩვენ ჯგუფთან ერთად და კიდე რუმინელებთან ერთად წავალთ. და შემდეგ ეს როშნა ჩავატიოთ, იმიტომ რომ ლანჩამდე უნდა დავუბრუნდეთ, ანუ სამამდე უნდა დავუბრუნდეთ. მერე შეხო ჩავატარეთ კულტურული. ეხა იმათი ჯერია გენაცვალე. ეხა ისინი ჩაატარებენ კულტურულს ხვალ. ჩვენ მოვუყურებთ და ისემურებთ. Good morning guys. მოკლედ ესეთი მზეა დღეს კარგი ამინდი გვაქვს. აუ როგორ მაინტერესებს რას ნახავთ და როგორ იქნება იქაურობა. კარგი. რუმინელების ხედან და ჩვენი დედნობის წუწა. მოვიდა. დედამ მოვა. რამდენი ვარ?
ჩვენ დავიყავით თიმებად, ხო და უნდა ვკითხოთ ერთ ადამიანს, აი რაღაც კითხვები ჩამოვწერეთ. ხო და უნდა დავუსვათ ერთ ადამიანს, რომელსაც ინგლისური იცის. და უნდა გადავიღოთ ვიდეო, ინტერვიუ და ისა, ფოტო. ხო და მოკლედ, ეხლა უნდა ნახოთ ადამიანი, რომელსაც იცის ინგლისური და ეგეთი არის იშვიათი აქეთ. იმედია საერთოდ გვიპოვით და შევასრულებთ ამ დავალებას. მაგრამ მე შევასრულებთ, მე ძებნა დაგჭირდება. ხო, მაგრამ არა უშავს. ყველას ნახოთ ელემენტარული კითხვები გვაქვს, მე მგონი არ უნდა გავუჭიროთ მაგის. ხო, ანუ მგონია რომ მართლა ძალიან იზი უნდა იყოს და მოდი აბა. ჩვენ ყველაფერს შევასრულებთ. თვალის სათუღარა. What's that? Oh, it's so cute. Look it. მოკლედ, ჩვენ ახლა შემოვედით რაღაცა მაღაზიაში, აგერ უცებ ნახეთავს მაღაზია და არის ზომაზე რაღაცები, რა საყვარლობებია. ძალიან წიგნების შვრები. სპაიდერმენი. ой, რა საყვარლოა. მეგობრებო, როგორ ვხვდები, შევდივართ რაღაცა მუზეუმში. ორადიას მუზეუმია, ხო ნიკა? ორადიას მუზეუმი, არ მგონი უფრო რაღაც სასახლე ან ციხესიმაგრე რაღაც. ხო, რაღაც, ანუ თქვენს რომ მუზეუმში შევალთო და მაგიტო ვფიქრე რომ მუზეუმია, მაგრამ ნუ, რაც არ უნდა იყოს ძალიან ლამაზია და ვნახავთ ახლა რო შევალთო. რა არის ბოლო-ბოლო, აი მე რა სილამაზია. შემოვედი ახლა სუვენირების მაღაზიაში, ძალიან საყვარელია. ძალიან. ანუ მეგობრებო, შეხედით რამდენი რაღაცა, რამდენი სუვენირი, მაგრამ სხვათა შორის ზვირებირის. აი როგორც ვიხარეთ ეს ტრაკტორა. აი მე კიდე რაღაცები ვიყიდე. განახებთ მე. თქვენ ახლა სად მივდივართ? მუზეუმში, რომელიც არის მიწის ქვეშ 15 მეტრის სიღრმეზე. 15 მეტრის სიღრმეზე, ქვევით. ანუ ეს უნდა ილაპარაკო ამაში. It's my anxiety. ოიმე. გააფუჭებს ამ მიკროფონსა. აღმოჩენები, ხო გიო? მე ერთ-ერთი ექსპონატია. რა თქმა უნდა. არ უნდა შემეხო. თავარი. გასახლებული რა. გასახლებული ადამიანი. Yes. ანუ ამას უყურეთ. ჰეი. ძალიან მაგარია. აი ეს რუმინელები ადრე როგორც ცხოვრობდნენ, ეგ არის. ეს რაღაცა დამეხავს უკვე. Place where the principal were reading when they came to Loretta. It's actually the main hall of the building. Se numește sala Grifon. Grifon e un val de legendă, cel de acolo. It's also called the whole world of Grifon, the whole legend, yeah? Da. Jumătate vultur, stăpânul cerului, jumătate leu, stăpânul pământului. The upper part is the half eagle. It's like the master of the sky. Okay, the king of the sky, and you have the upper part is from a lion. So the king of the earth. La 1600 însemna păzitorul casei. ანუ ძალიან მაგარი ისტორია მოგყვება ხა ამ კაცმა. დიახ. და I'm shocked. I'm just shocked. ძალიან ახალი რამე გავიგე. Ne-a învățat pe un mult care a ajuns să face episcop al Ungariei. Era prieten cu Erasmus. Aici era vrem să ajung. Și cu Erasmus vreau să mai povestesc ceva. Știți cum se numesc aceste obiecte de aici? Bones for like For așa sau for boom? Yeah. For boom? For boom. Da. With a gunpowder. აუ ამას უყურეთ იარაღები რა საინტერესოა. ამას აკეთებდნენ ადრე. ასოს დამოყვანილი. ეს არის ადამიანის ჩონჩხი. ნამდვილი.
So pretty. ეს სადამ მოვედით? ეს რა სამყაროში ვართ? ჩონჩხები. ანუ ეს არის ნამდვილი ადამიანის ჩონჩხები. ეს რაღაც. ანუ თვალის ხელში გავუყარე. ეს არის რაღაც სასწავლება შეხედეთ. აი რომ სახლში რომ შედიოდნენ და რომ მაშობდნენ რაღაცებს, ვაწუხებდნენ ხალხს მაგისაა. აი ხო ხედავთ ეს ნამდვილი ადამიანები მგონია ხა ეს. This was for ყველაფერი რა მაგრა დაგაკეთებული. Boiling food. For the people, for the soldiers. the food and people are saying. Yeah. Food and people are saying. If you go for people are food. გაუგიგა. ამას უყურე და უბრალოდ ყოველი ოთახი რაღაცა ახალი სამყარო არის. არა, მოიცა. ჩვენ ეს გავაკეთეთ, ჩვენ მოვიგეთ. მაგრამ ყოველი ოთახი ახალი სამყაროს დასაწყისია. აი მართლა გეუბნებით. ეს არის თავზე უნდა ჩამოიცვა. ამეთავდები. ეს ისტორიული რაღაცებია, რაც არის რა ვიცი, სასწაულება. ბიჭო. ციხიდან არის გადმოტანილი. ირლანდიაში. არ შეიძლება. ჩვენ მაგალითად. ირლანდიაში ისეთი როცა ხონერი გერქონი. მართლა. როგორ ცოტა მაღალი იყო ის და კებები. ეხლა მოვედით ძალიან პატარა ტბაზე, როგორც გითხრეს, ძალიან საყვარელი პატარა ტბა არისო და აი ეს შენობა, ანუ ეს ეკლესია. ვაუ. Black Church. აი ძალიან მამაზია. უბრალოდ. მეგობრებო, ტელეფონი მიჯდება, როგორც ყოველთვის. Like my core, ანუ ამიტომაც, ანუ ტბა როგორც ესეთი, ამ მცენარეებზე პაყაყები დახტიან და ძალიან მიყვარს. Disney-ის ერთ-ერთ მულტფილმში რო არის, მაგას ვახსენებს. ჩვეულებრივი ტბა არა არის გასაკუთრებული. Sorry, domnule. Bless you. ნიკა შეხედე ტბა. მოკლედ ჩვენ დავბრუნდით ისევ. ახლა რაღაცა საჭმელი დაგვახვედრეს. და მოდი ვნახოთ რაღაცა ტრადიციული არისო. მოდი ვნახოთ რა იქნება. აუ ეს არის რაღაცა ამათი ტრადიციული და მოდი ახლა გავსუჯოთ. მოდი ახლა გავსუჯოთ. ჯაჯირობით. ამა, ჩვეულებრივი. ძალიან Jure? ეს პირველი არ არის. პირველი არ არის? რაღაცა ყარი არის ბიჭი. ორენტა. მაინც გამრიელია. ორენტა რომელია? მეგობრებო, რუმინელებს ახლა აქვს კულტურული. ჰაი. სამოდით ნახოთ. ოჰო. ოჰო. კაი შეგიძლია გამოვიყუროს? Sit down, please. We'll show you some Romanian dances. So can you sit down? This is dulceață. This euro. Jam, it's jam. Dude, Strawberry jam and
and These are roasted. mushrooms. This is not one zakriska. And this is These are mushrooms. Can we try it? Yes, canned mushrooms. Zakuska, let's see what is zakuska. This is მეგობრებო, დღეს სამწუხაროდ არის ბოლო დილა ამ სასტუმროში და რუმინეთში ბოლო დილა? ხო, ბუქარესტში ვიქნებით მოკლედ. ხვალ, იმიტომ რომ დღეს ვართ წასასვლელები უკვე ამ საღამოს, რაც არის ძალიან საწყენი. ანუ ისე მალე გავიდა მართლა ეს დღეები, ვერც შევამჩნიეთ. ხო, მოკლედ საუზმეზე უნდა ჩავიდეთ ახლა და შემდეგ დღის განრიგს გეტყვით. ბატუძე ვართ და ეხა ფლიპს აკეთებს გუგა. ვაუ! ეხა დაუმღავ, მაცე ეხა რეალური. მიდი აბა. ვაუ! ძალიან ეხეთქება ღმერთო. What do you want to say? It's the last day of our project. Okay. I'll miss you guys. Aww. See you in Kabulde team. What? See you in Kabulde team. Okay. But I'll miss you guys too. I will miss you too. I will miss you. We'll miss you. Aww, I'm here. Aww. I wanna cry. No, I'm gonna cry too. Don't. Please. მეგობრებო, ბოლო სესია დაგუნთავრდა. ბოლო სესია უბრალოდ იყო სერტიფიკატების შევსება. მე ეს მოხსენე იათ ფასებს სერტიფიკატის. ურა! ბოლო სესია იყო. ბოლო სესია. როგორ სესია? რა? როგორ გნოსტავს? ცოტა მწყინს, ცოტა მიხარია, მაგრამ უფრო მწყინს ვიდრე მიხარია. როგორ გნოსტავს? მე? მოგიწონა თუ არა? აკორობა ძალიან გაიყო. პროექტები წარმოვიწონა და ეს რა ქვია? ეს მიკროფონი. სასტუმრო მიწონა ძალიან საყალობა იყო. მაგრამ სახლი მომეტა ძალიან. ანუ ძალიან რა ქვია? ეხა free time გვაქვს და მე საღამოს ცერემონია ჩვენი გაცილების და დამშვიდობება და მთელი ამბები. ანუ ჩვენი ნიჭიერი ნიკა აკეთებს ეხა ნატას ჩემოდანს. იჭერება ვიცი რამდენად გამომადგება, მაგრამ ვცდილობ რომ დავაზიანო. აუცილებელია ეს ვიდეო. რა თქმა უნდა, ეს ვლოგში უნდა იყოს. სად უნდა იყოს? ვლოგი. არ მინდა. მოკლედ, მეგობრებო, მე ჩამაგდეს აუზში ახალდაბანელი ვიყავი, მაგრამ ჩამაგდეს, ხო და ისე დავიბანდი და ისე დაგიბრუნდი. აგერ ეხლა ვზივარ. ხო, გამთენისას უნდა გავუფრინდეთ, ამიტომაც დაიყოთ ყველანი. ჩვენ აგერ ვზივართ და ტირი ვართ ესე თქვია, განვიხილავთ. ძალიან არ გვინდა წასვლა. უკვე, ანუ ისეთ რა არის, როდესაც ეჩვევი ამ სიტუაციას და ბავშვები ახლოს არ ვიყავით ერთმანეთთან. ამ ბოლო დღეებში უფრო დავახლოვდით. ეხლა აქ ჩვენ ვზივარ და ესე ვსაუბრობ და ამ რუმინულ, კერდა რუმინეთის ჰაერს ვსუნთქავთ. ეს იმხელა ბედნიერებაა, რომ რა ვიცი. მერე გამთენისას წავალთ, კერდა, ხო, აეროპორტში უნდა წავიდეთ. აქედან უნდა გადავფრინდეთ დედაქალაქში, ბუქარესტში. მე იქ საღამომდე გვიწევს ყოფნა. ხო, აქედან სტამბოლში უნდა გადავფრინდეთ და სტამბოლში გავჩერდები და ნუ როგორც პირველად როგორც ჩამოვედით რა. გავჩერდებით ეს სიტყვა. ხო, ბუქარესტშიც გავჩერდებით. გავჩერდებით დილით. და სტამბოლისთან აგვაქვს ცხლაზე, ანუ ერთი დღე კიდე დაგვრჩა იდეაში ერთმანეთთან. მაგრამ აქ აღარ ბუქარესტში. ბუქარესტში ხო, ანუ ამ ადგილს ეხა ბოლოჯერ ბოლო დღე, ანუ ხო, ბოლოჯერ ესე. კარგი ჯგუფი ხართ, მომწონს რომ შეთანხმდით ძალიან მალევე, ალბათ იმანაც მოქმედა რომ მოიწიათ ერთად ყოფნა განახევის განმავლობაში, კი და იმანაც რომ დაჭრო კუპებში. დაგვეცა თავზე, აი მან რომ გაგეხსნა. მადლობა რომ რაღაც მომენტში ყველაფერში მოხდოდით და აკეთებთ ისე რასაც ეჭირო იყო, რაღაც მომენტში შეჩუცქუნებაც ჭირდებოდათ და ჭირდებოდათ ისეთი სიტყვა, რომელიც ალბათ ვიცის მოგცემდათ, რომ ყველაფერი სწორად გააკეთებინათ. ანუ ჩვენ ხო ყავდა secret friend-ები და ეხლა ვისანაც მივასალა ის იყო მისი secret friend-ი და უნდა აღმოაჩინოთ.
მოკლედ, მეგობრებო, დამშვიდობების ცერემონია უკვე ჩატარდა, სერტიფიკატები გადმოგცეს, youth pass-ები. მოკლედ, ახლა ჩავალაგეთ ჩვენ პარკი, რაღაცეები, წამოწყალიბებიანი მოგები და ვაპირებთ გათენებას ბავშვები, იმიტომ რომ ეხა ბოლო დღეა, ბოლოს და ბოლოს, ხო და უნდა ვისიამოვნოთ, უნდა შევირგოთ ბოლომდე, ამიტომაც უნდა გავათენოთ და უნდა დავემშვიდობოთ დილის 5 საათზე, აი ამ შვენიერ ადგილს, სადაც ძალიან ბევრი მოგონება გვაკავშირებს უკვე. ანუ მეგობრებო, დილამშვიდობისა განწყობა. ჩვენ გვეძინა 2 საათი მხოლოდ. მე გავიღვიძეთ, ავდექით 5-ზე, უნდა ეხა 6 საკლია 10 წუთი და უკვე 6-ზე უნდა ვიყოთ ქვემოთ ასულები, რომ ავტობუსი მოდის და წავიდეთ. აი მეგობრებო, აქ რა დროს გვაქვს ნატარები, აქ იმდენჯერ ვჭამდით. ოფ და ბუნა. ეს ადგილი ყოველთვის ჩემგულში იქნება. აქ სესიები ტარდება. ვიტარდებოდა სესიები. ანუ გორდაც არის ალტაკავრობა. ანუ გჯერათ რომ მივდივართ? გჯერათ რომ მივდივართ? არც მე. აბა, კარგად, მეტროპოლი. აგერ ჩვენი მოსუტკა. და ეს ადგილი არ დამოვიწყდება იმენა არასოდეს. Let's go. ჩამოვედით თვითმფრინავიდან და ამოვედით ავტობუსში. ძალიან კაი. კარგად ვიფრინეთ, როგორ იყო ფრენა? ახლა ბუქარესტში გვიწევს ყოფნა საღამომდე ხალხნო. ახლა აეროპორტში მივალთ და შემდეგ რო გავალთ აეროპორტიდან გეტყვით რას გავაკეთებთ და როგორ იქნება. და საწავალთ. მეგობრებო, არ გეცნობათ ეს ადგილი? აი, ძალიან დეჟები მაქვს. შენ? ძალიან. აურეტე დავბრუნდე იმ დროს. მოკლედ, მეგობრებო, დაგებრუნდით. ჩვენ ახლა ვართ ისევე ამ მოლში, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდიოდა ჩვენი საქმე. მოვედით მოლში და ძალიან ქვია. იაპ, ზის მოვაღწიეთ მოკლედ. და ახლა უნდა ვიყიდოთ რაღაცა, უნდა ვჭამოთ. შემდეგ უნდა უბრალოდ ვიბოდია, ვიყიდოთ რაღაცა სუვენირები და უბრალოდ გავერთოთ რა. და მოდი გავერთოთ ბოლო. სალამ სალომე თავის შეკვეთას ამზადებს მაკდონალდში. მე იქამდე ვიყიდე აი ნუდლსები, ნუ ეხლა როგორც მჩვევია, ეს კათმინის соуსი და ეს ცხარე соуსი, რომელიც ძალიან მიყვარს და მოდი გავსინჯოთ. ძალიან გემრიელია. გაქვია? უგა. კუარტინე ვიდა. ძალიან გემრიელია. შაურმა ლიპილე. ვაუ. მაკი. ბურგერი. ნუდლსი. მეგობრებო, ჩვენ ახლა დავდივართ და ნახე ესეთი და ეს ნავიყო და აგერ ნახეთ სხვადასხვა გემოიანი გლოსები. ეს არის ძალიან აქტუალური TikTok-ზე ხოლმე. ხო. კიდე რაღაცები არის, მოკლედ ვასფარილებ და ვარჯაჯერობით. და გვაქვს კიდე საათნახევარი, ამიტომაც დეტომაც არ ახავ. აეროპორტში ვართ. აქ ვიწევს გაჩერება 9 საათამდე და მე გვაქვს ფრენა სტამბულამდე. სტამბულში კიდე რამდენიმე საათი გავჩერდებით და ამის შემდეგ უკვე ფრენა გვაქვს თბილისამდე. ამიტომაც ახლა უბრალოდ ვზივარ და ვუყურებთ ამ მამას ხედს. ბოლოჯერ ვუყურებ რუმინეთს წასვლამდე. მოკლედ, ჩვენ გავიარეთ ჩეკინი. ანუ ყველანაირად მზად ვართ ჩასასხდომად, უბრალოდ ველოდებით ახლა დრო როდის გავარო, ჩავსხდეთ და არ გვინდა წასვლა, არ გვინდა. ნიკა გვიშვარე წასვლა არ გვინდა.
კიდევ ერთ ახლა აღარ დაიღალეთ? მოკო დავიღალეთ თქვენით, აი ძალიან. კიდე ცოტა ხანი დავრჩევოდი. ალბათ ეს 1-2 საათი კიდე. 1-2 საათიო, შვილო საათი. მოგეთ, მეგობრებო, დღეს მოლში ვიყიდე აი ესეთი თმის სახვევი, რომელიც სახელით გამოვიწყდა, მაგრამ ძალიან კარგი რაღაცაა. შემდეგ სტიკერები, სპაიდერმენი, რომელიც არის ჩემი საყვარლესი პერსონაჟები. სხვადასხვა ფერებში და ამასაც ძალიან კარგად გამოვიყენებ. ხო და მოკლედ აი ეს მრავალფეროვანი აშენებია. მეგობრებო, ასევე ცოტა სასისტემებით გზისთვის, იმიტომ რომ აქ სასწრაფია ყველაფერი. მოკლედ აი ეს რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა რუმინული სასისტემებიდან და ძალიან ანუ ამას ყველას გირჩევთ რომ იყიდოთ. რუმინეთის კევი, ორბიტი, დიროლი აქ არა აქვს და ყველაფერი არის ორბიტი დავსებული. ასევე ვიყიდე ჩემი უსაყვარლესი ჰარიბუები, რომელიც ჩვენთან საქართველოში ძალიან ძვირია. ეს სამწუხარო ფაქტია, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და აქ იაფია, ამიტომაც ვიყიდე ორი ცალი ერთი გზისთვის, ერთი სახში, მოკლედ. პირველი ფრენა მოროჩო. გვეძინება ყველას, მე ცოტა ვიცინე. ძალიან ცოტა, 10 წუთი მე. მოკლედ, მეგობრებო, სტამბოლიდან მივექანებით თბილისში. ანუ პირდაპირ ჩაფრენდა ეხა უი თბილისში ბოლო ჩაფრენა გვაქვს არის 2 საათი ჩაფრინდებით 6:30-ზე მოკლედ ეს არის ბოლო ეტაპი და თბილისში ვიქნებით საქართველოში მეგობრებო ჩვენ საბედნიეროდ საყრდან ნუ ალბათ უფრო საბედნიეროდ ჩვენ ჩამოვედით ჩამოვაღწიეთ საქართველოში ვარ საფრთხე ანუ ისე მართლა გითხრათ მომეწონს საქართველოს. უბრალოდ გამიყენა. აჰა, არ მიეთქვით დამშვიდობელს. ჯესიკა. აი დავუკავე. სალო. მე უნდა გამოგაცხადე 6 საათი. წავიდა. აჰა. დაიკავე ეს. დია. ძიფასო მეგობრებო. იუსფესი გადაეცემა. გოგონას რომელმაც არ იცი საიდან ჩამოვედით ნინისე ბილოშვილი. ეს რა ხდება? გაჩხიკა. შემდეგ საქმე გადაეცემა. მომო ნორვეგიის მოკალაკეს. მარი მარკოვიცე. Tivadano, Felix Gupis positivi. Wapechas ugena guli visacავს. Da ბევრი კიდე. ყველა ფერია გეკითხა. აი, მე გამოგეცხადებინა. ეს ხო? Wednesday-ი, ეს ხო Wednesday-ი, ეს რა არის? ეს ხო Wednesday-ი, წავედი. გიზდები, გამარცხა. მეგობრებო, ხა გავდივარ, არის სამივდივარ, რას გავაკეთებ, მაგრამ თავარია რომ აქ ვარ და საქართველოში ვარ და ჩვენ ერთად ვარ და აი ზოგი ერთები უკვე მიდიან. მიდიხარ, კერდა კიო მიდიხარ. ალი. კიო. 12 დღე დაიგა. ანუ ეხა ვიცი რა რეაქცია მომხდარა ვიდეო და შეგორი გინდა. არ ვიცი. ასე. რა თქვენ გნახავთ? ეს უბრალოდ დროებითი გამშვიდობებაა. წავედი. არა, კარგად, მიგერჩი კიდე. მომდი. Wednesday. საღამო მშვიდობის ჩემო უსაყვარლესო ხალხო. მოკლედ, მე როგორც ხვდებით უკვე სახლში ვარ, სრულიად დასვენებული, სუფთა
მინდა ცოტა მოგიყვეთ პროექტზე, იმიტომ რომ არ მქონდა საკმარისი დრო, რათა მომეყოლა, რას ვაკეთებდი მთელი დღის განმავლობაში, უბრალოდ რაღაცა პატარა ნაწყვეტი, დღის ნაწყვეტი ვიდეოები იყო მოკლედ და შეიძლება თქვენთვის სრულიად გასაგები არ ყოფილიყო. რას ვაკეთებდი და რატო. სხვადასხვა სახალისო აქტივობები ჩავატარეთ რუმინელებთან ერთად. პრეზენტაციების გავაკეთეთ, ქონა თამაშები. მოკლედ ძალიან სახალისოდ გავატარეთ და პროდუქტიულად ეს 9 დღე ძალიან მომეწონა. სიმშვიდით და სიყვარულით შევივსე. რასაც ქვია. ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც ყველა თინეიჯერმა და ყველა მოზარდმა უნდა იცოდეს. მოკლედ, ჩემი ემოციებზე ვიტყვი იმას, რომ ძალიან მომეწონა. აი, ეხლა შოკში ვარ და ანუ ამჯერად გუში რუმინეთში ვიყავი და დღეს უკვე საქართველოში ვარ. და თავიდან რომ მივდიოდი, ნერვიულობდი, იმიტომ რომ კი, ჩემი ქალაქიდან რამდენიმე ბავშვი მივდიოდით, მაგრამ მაინც უცხო ბავშვებთან ერთად მიდიხარ. თან ამდენი დღე თან იცი რომ ერთ სივრცეში უნდა იყოთ, ვერ გაიქცევი ვერავის. მოგულისხმობ იმას, რომ თავიდან მართლა ძალიან ნერვიულობდი, ირიტირებულიც ვიყავი ძალიან, იმიტომ რომ ბავშვების გაცნობა მინდოდა სასტიკად და ვიფიქრე ხა ამ თუ არ მოვეწონო. კერდა, რო დამეგობრდეთ მე რა გავაკეთო თქო, მაგრამ საბოლოო ჯამში დამეგობრდით კი არა, რა ვიცი, ოჯახივით მყავს ყოლა და ყოლა ერთი ოჯახი გავხდით. რაც არის საკმაოდ საყვარელი. მართლა საუწყარი დღეები გავატარე. თან ჩემი პირველი ერასმუსი იყო და მით უმეტეს, მე რა დატვირთული პროექტი არ იყო. ვიტყვი იმას, რომ ყოლა ძალიან შემიყვარდა. რუმინელებიდან დაწყებული, არა, ქართველებიდან დაწყებული, რუმინელებამდე დამთავრებული და ლიდერები ჩემი სალოდანი კარიან, საუკეთესოები. აი მინა გული. არა მარტო ლიდერები იყვნენ ჩვენთვის მეგობრებო. ჩვენ წევრები იყვნენ, რასაც ქვია. ხახნო, ასევე ვეტყვით იმას, რომ რუმინეთი და უცხო ქვეყნები და ევროპა და მთელი ამბები კი აკაი, მაგრამ იქ რო ვიყავი, უფრო დავაბასე ჩვენი პატარა საყვარელი საქართველო. იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაზე უკეთესი ვფიქრობ, რომ ანუ არ ფიზიკურად ვერ იქნება. ყველაფერი გვაქვს რაც საჭიროა და იქ რო ვიყავი, ეგ უფრო კარგად გავიაზრე და მივხვდი რაღაცები. ყველა უკვე ძალიან მენატრება, ძალიან მენატრება, მაგრამ ერთი ფაქტი მახარებს ის, რომ მათ მე ისევ შევხვდები, რადგან 10 დღეში მივდივარ ქობულეთში, სადაც ამ პროექტის მეორე ეტაპი გვექნება. ამჯერად ჩვენ კი არ მივდივართ რუმინელებთან, ისინი მოდიან ჩვენთან საქართველოში და ქობულეთში. გვეუბნებიან, რომ უფრო დატვირთულები ვიქნებით, ამიტომაც სავარაუდოდ ვლოგის გადაღებას ვერ მოვახერხებ, მაგრამ აი, თავარია რომ ეს გადავიღე, ანუ მე გადავიღე რუმინეთში ვლოგი საზღვარგარეთ, ერასმუსის პროექტზე. ეს ხო ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად უნდა დაალაიქოთ და გამოიწოდოთ ჩემი არხი. მაშინ ახლა დავასრულებ ამ ვიდეოს, რადგან გითხარით ყველაფერი რაც მინდოდა, თუ არ გითხარით, მაშინ ეგ ჩემივე სკლეროზის ბრალია. ხდება ხოლმე და ძირითადი რაც მინდოდა მეთქვა, თქვი. გიყვარდა ჩვენი ქვეყანა ქვეყანა რატო ქვეყანა? მე ხა წავედი აბა გადავხარშო ყველაფერი რაც მოხდა, იმიტომ რომ ასკარად მჭირდება. ხო და შეგხვდებით. ძალიან მიყვარხართ ყველანი და აბა მომავალ ვიდეომდე, მომავალ შეხვედრამდე. გამოვა თუ არ გამოვა, ბლოგში თქვი რომ გამოვიდა. გამოვა თუ არ გამოვა, ბლოგში თქვი რომ გამოვიდა. ხო, გამოვიდა მეგობრებო. ეს მანე შეძლო. არა, მასამა მენატრება ეს ბავშვები ძალიან. და ყველა, და ლიდერები, და ნიკაც. და სალომეც, და ყველა ვაფშე. ლიდერები და ნიკაც.